მოგესალმებით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო. დღევანდელი ვიდეო შეეხება 3D მოდელების შექმნას და გასწავლით ორ სხვადასხვა გზას, როგორ შეგვიძლია შევქმნათ 3D მოდელები ძალიან მარტივად. პირველი გზა არის Claude Code-ის და Blender-ის დახმარებით, ხოლო მეორე გზა არის AI პლატფორმა Mesh-ის გამოყენებით. დავიწყოთ პირველი გზით. ამისთვის აღჭირდებათ Claude-ის ნებისმიერი subscription-ი და Claude Code უნდა გქონდეთ დაყენებული თქვენს კომპიუტერზე. შემდეგ უნდა შეხვიდეთ Blender-org-ზე და გადმოწეროთ Blender-ის პროგრამა. Blender-ი უფასოა, თუმცა აქ შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა დონაცია იმისთვის, რომ ეს პროგრამა უფასოდ დარჩეს. Blender-ის გადმოწერის შემდეგ უნდა დაინსტალიროთ ის თქვენს კომპიუტერზე. Blender-ი 3D მოდელირების პროგრამაა და ამისთვის დაგჭირდებათ შედარებით ძლიერი კომპიუტერი, შედარებით ძლიერი ვიდეო კარტით. რათა მისი გამოყენება უპრობლემოდ შეძლოთ. სანამ დავიწყებთ Blender-ის გამოყენებას, ასევე უნდა დავინსტალიროთ UV. ტერმინალში ამ კომანდის გაშვებით დაინსტალირდება. ამ შემთხვევაში მე უკვე დაყენებული მაქვს და აღარ მჭირდება. როგორც ხედავთ, მიჩვენებს ვერსიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ჩემთან დაყენებულია. ასევე დაგჭირდება ერთ-ერთი GitHub-ის რეპოზიტორიიდან, Blender-ის MCP-ის რეპოზიტორიიდან ერთ-ერთი ფაილი. ეს არის addon.py. შეგიძლიათ ეს ფაილი აირჩიოთ და გადმოწეროთ, ან პირდაპირ რეპოზიტორია დაკლონოთ და შემდეგ აირჩიოთ უკვე ეს ფაილი. ამ ფაილის გადმოწერის შემდეგ უნდა გახსნათ Blender-ი. Blender-ში ზედა მარჯვენა კუთხეში ვაწვევით Edits, შემდეგ Preferences. გაიხსნება ესეთი ფანჯარა. შემდეგ უნდა დააწვეთ Install from Disks. ეს არის Blender-ის MCP-ის add-on-ი, ანუ ამ ფაილით ვაყენებთ Blender-ის MCP-ს. მოძებნით იმ ფაილს, რომელიც წერან გადმოვწერეთ, აირჩევთ და დააწვევით Install from Disks. ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ Blender MCP, ამას მონიშნავთ და Blender-ის MCP თქვენ Blender-ში უკვე დაყენებულია. შეგიძლიათ ეს პანჯარა დახუროთ და ამ გვერდზე დააწვევით Relax N და გამოჩნდება Blender MCP. შემდეგ დააწვევით Connect to MCP server. ეს დასტარტავს თქვენ კომპიუტერში Blender-ის MCP servers, რომელსაც შემდეგ მიუერთდებით ჩვენი Claude Code-ით. ამ შემთხვევაში მე ტერმინალი VS Code-ში მაქვს გახსნილი, თუმცა შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტერმინალი გახსნათ და იქ გააგრძელოთ მუშაობა. ტერმინალში უნდა გავუშვათ MCP-ის დამატების კომანდი. ლინკებს და ამ კომანდებს ყველაფერს აღწერაში დავამატებ. თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს MCP უკვე დაყენებული მაქვს და ამ კომანდის გაშვების შემდეგ მივიღებ errors, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ამ MCP სერვერის კონფიგურაციის ფაილი უკვე არსებობს ჩემს კომპიუტერში. ამის შემდეგ შეგვიძლია დავსტარტოთ კოდი და შევამოწმოთ, რამდენად არის კავშირი Blender-ის MCP სერვერთან. ამ შემთხვევაში გათიშულია, ჩავრთავ ამ MCP სერვერს და როგორც ხედავთ, ჩვენი Claude Code უკვე დაკავშირებულია Blender-თან და შეგვიძლია Blender-ის Claude Code-ით მართვა. სატესტოდ პატარა ქალაქს შევქმნი. ეს არის პრომპტი, რომელსაც გამოვიყენებ, თუმცა ეს არ იქნება რაღაც სასწაული, უბრალოდ ვიდეოსთვის ძალიან მარტივი რამოდენიმე შენობა და რამოდენიმე მანქანა. ამ პრომპტს გავუშვებ, რამოდენიმე უფლებაზე მოგთხოვს Claude თანხმობას, რასაც დაადასტურებთ და Claude დაიწყებს უკვე ამ 3D მოდელების შექმნას. სანამ Claude შექმნის ჩვენ პატარა ქალაქს, მანამდე შეგვიძლია შემოვიდეთ Mesh-AI-ზე, ამის ლინკიც აღწერაში იქნება. ძალიან მარტივად მხოლოდ იმეილით შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროს Mesh-ი გჩუქნის Ask Credits, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რისთვისაც დაგჭირდებათ და ასევე თუ სწორად მახსოვს ყოველდღიური ჩელენჯები აქვს, ყოველდღურად თუ შეხვალთ რამოდენიმე დღის განმავლობაში, კიდევ დამატებით კრედიტებსაც გაჩუქებთ. Mesh-ზე გვაქვს Quick Generation-ი და Agent Mode-ი. Agent Mode-ში შეგვიძლია აღწეროთ ჩვენი იდეა და ასევე დავამატოთ სხვადასხვა სურათი.
თუმცა agent mode-ის გამოსაყენებლად გვჭირდება აქტიური subscription-ი, ხოლო quick generate-ისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ის კრედიტები, რომლებიც უკვე გვაქვს. ამ შემთხვევაში ესეთ პატარა საყვარელ ნაყინის მანქანის 3D მოდელის შექმნას ვცდიმ. დავწვევით generate და დავილოდებით, ვნახოთ რა შექმნის. მე შექმნა ჩვენი ნაყინის მანქანის 3D მოდელი, რომელიც ესე გამოიყურება. და მეშის ასევე აქვს ესეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია texture. მეში აიღებს ჩვენს მიერ ატვირთულ სურათს, ან შეგვიძლია ტექსტურადაც მივცეთ დავალება. და ამ სურათის მიხედვით გააცოცხლებს ამ 3D მოდელს, ანუ დაამატებს იმ ფერებს, ტექსტურებს და ტექსტებს, რომელიც ამ სურათში უკვე ჩანს. დააწვევით texture ღილაკს და მეში დაიწყებს ამ დავალებაზე მუშაობას. ჩვენი ნაყინის მანქანის საბოლოო ვერსია კი ესე გამოიყურება. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი სიზუსტე აქვს და ასევე საკმაოდ კარგად გამოიყურება. ამ 3D მოდელის გადმოწერა შეგიძლიათ და შეგიძლიათ შემდეგ უკვე ნებისმიერ რაღაცაში გამოიყენოთ, თუნდაც თამაში, ან ვებსაიტზე, ან სხვა რამისთვის. მეშის ასევე აქვს უამრავი სხვა ფუნქცია. თუ დაინტერესდებით ამ მიმართულებით, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. Subscription-ი არ ღირს ძვირი, $10-დან იწყება პირველი თვისთვის და ჩემი აზრით საკმარისია $10-იანი ვერსია იმისთვის, რომ ერთ თვეში დაახლოებით გაერკვიოთ პლატფორმას რა შესაძლებლობები აქვს. ამასობაში Cloud-Code-იც ასრულებს მუშაობას, ეხლა ამოწმებს მისივე შექმნილ 3D მოდელებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია უკვე ვნახოთ. ესე გამოიყურება ის, რაც შექმნა Cloud-მა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პროფესიონალური 3D მოდელი ქალაქის, თუმცა როგორც ხედავთ, ნორმალურად გამოიყურება და რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიმუშაოთ ამაზე დამატებით და კიდევ უფრო ბევრი დეტალი შემოვიტანოთ, შეგვიძლია რეალური მანქანის 3D მოდელები ჩავსვათ, ლამპიონები, შენობები და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ჩვენი 3D ნაყინის მანქანა ჩავსვათ ამ გზაზე, რასაც გავაკეთებ ახლა. Cloud-მა ჩასვა ჩვენი ნაყინის მანქანა, ასევე ლამპიონის 3D მოდელი გადმოწერა მეშიდან და ახლა ესე გამოიყურება უკვე ჩვენი ქალაქი. როგორც ხედავთ, ჩასმულია ლამპიონები, ასევე აქვე არის ჩვენი ნაყინის მანქანაც. ზუსტად ის ვერსია ვერ გადმოწერე მეშიდან, რადგანაც subscription-ის ყიდვა მომთხოვა და უფრო დაბალი მოდელით შევქმენი ოდნავ უფრო უარესი ნაყინის მანქანა. თუმცა მაინც კარგად გამოიყურება ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამოდენიმე წუთში შევძელია ამ ყველაფრის შექმნა. ასევე მინდა გაჩვენოთ ერთი ვებსაიტი, რომელზეც ეხლა ვმუშაობ. ეს არის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტი და როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება ჩვენი ვებსაიტი ამ ეტაპზე. საწყობები, თვითმფრინავი, მატარებელიც და ასევე კონტეინერები და უკან გემი შექმნილია Blender-ის და Cloud-Code-ის დახმარებით. რა თქმა უნდა, ვებსაიტი ჯერ დასრულებული არ არის, პირიქით ძალიან საწყის ეტაპზეა და ვერდ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება საბოლოოდ. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ გამოსადეგი არის 3D მოდელების შექმნის ცოდნა. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ასევე აქვე დავამატებ, რომ შეგიძლიათ Blender-ი ისწავლოთ და კიდევ უფრო კარგ შედეგებს მიიღებთ. ანუ YouTube-ის ვიდეოები შეგიძლიათ უბრალოდ ისწავლოთ Blender-ი, ასევე ისწავლოთ Cloud-Code-ის გამოყენება. ფაქტობრივად ერთ თვეში შეძლებთ ახალ პროფესიას დაეუფლოთ და ეს პროფესია საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადია. ან უბრალოდ გამოიყენოთ იმ პროექტებში, რომლებსაც უკვე ახორციელებთ. მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ნოტიფიკაციების ჩართვა და ვიდეოს დალაიქება, რომ კიდევ უფრო მეტი მსგავსად საინტერესო ვიდეოს შემოთავაზება შევძლო. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.